მოგესალმებით მეგობრებო, მე გახლავართ მინია და უცებ შემოვიჭრით თქვენთან. ვნახოთ აბა რადიკალურად განსხვავებული ტაროები ავიღე. თქვენი სიტუაცია აი ამ ახლო მომავალში, ხო? რა შეიცვლება? ფერიცვალობა იყო და გილოცავთ, არა მარტო ფიზიკურად, სულიერად გეცვალოთ ფერი კარგისკენ, მტრები რომ მოგშორდნენ, აი ამას გისურვებთ პირველ რიგში, რა თქმა უნდა ჯანმრთელობას, მაგრამ უყურეთ მტერი თუ არ მოგშორდა ის გაზიანებს, ხო? მადლობთ მეც, ვინც მომილოცეთ ფერიცვალება, პირადადაც ამ ბევრმა მომილოცა, უბრალოდ წასული ვიყავი, მუშაობ ხოლმე, ხო იცით, მე გასვლები მაქვს და ფიზიკურად ვერ ჩამოვედი. უკვე დავიწყოთ აბა, რა ხდება, ხო? უკვე ხმა შემეცვალა, რა თქმა უნდა, ნეგატივია. იქ ხედავთ ხო, ბევრი ქვები დაგიმატეთ ახალი, ამას მე გამოვიყენებთ რიტუალებისთვის, ჩონჩხუკაც ყავს. ხო და აქ არ ვიცი ახლა ამას ხედავთ, უყურეთ, ესეთი გველუკა ყავს. ესეთი გველუკა ნახეთ რა ლამაზია, გამარჯობათ. ამას გამოვიყენებთ ხოლმე. აბა ნახოთ ერთი. აი რახან გველომა თქვა, მე აქ ავარ და გამომიყვანეო, გადმოხტა, მოდით. სტუმრებო, გამოიწერეთ არხი. არ ინანებთ. იცით რა არის? ეხლა უნდა მეკითხა გველუკას რისი თქმა უნდა მეთქი. ვიღაცა ახალგაზრდა გოგო გებძვით, რომელიც მაგიას აკეთებს, უყურეთ თქვენ. ეს შეიძლება ბებია და შვილი იყოს, არ არის გამორიცხული. კი და ასევე ეს ახლა გოგოა, მაგრამ ბიჭია. თასების რაინდიც უყურეთ, ხმლები თასები. მოკლედ მთელი ოჯახი დაგიჯდათ მთელი ოჯახი, უყურეთ. და კიდე აბა ვინებია? კი, ნამდვილად, კი. აი გველუკას რისი თქმა უნდა ხედავთ. რა უნდა ეხლა ფინანსებს იპარავენ თქვენსას, მადლობთ. აბა რამდენი ხანია რაც იბრძვიან, ხედავთ საითკენ წავიდა სიტუაცია, თქვენი სიტუაცია. ესე იგი ეს უნდა გვეთქვა, ეს უნდა გაგეკოთ, ხო ხვდებით არა? კიდე რას აკეთებენ, უყურეთ. ესე იგი ვიღაცას მიმართეს, ოჯახმა მიმართა, მაგათ ოჯახმა, რომ ესე იგი ფული გადაუხადეს, რომ ყველანაირად ცდილობენ, რომ თქვენ ესე იგი დაგაპაუზონ, პაუზაში გაგიყვანონ. ბევრი იყავით ესეთ პაუზაში, ფინანსურად, ჯანმრთელობაში, თავი არ გიმუშავებდათ და ასე შემდეგ, ურთიერთობაში, ბავშვებთან, სიყვარულში, სამსახურში, ბიზნესში და ასე შემდეგ. აქ მეუნებიან, ახლა მაქვს რიტუალი, ბიზნეს განვითარება, დაგეგმარება, ჩართეთ უყურეთ და ფინანსები მოიზიდეთ. გასაგებია, ნახეთ, ესე იგი, ურთიერთობებს გპარავენ, ჩემო კარგებო, ურთიერთობებს, გასაგებია. აბა კიდე გველუკა რას გვეტყვის, ერთხელს კიდე დავამატებ, აი ამ ოჯახს, ეხლა რახან ამოვიდა, აი ეს მაგისტრები, ხო? ამათ უყურე რა დღეში არიან, ხედავ რა დღეში არიან? აბა რისი თქმა უნდა კიდე ამ ოჯახზე. ღმერთო ჩემო, ხო. უყურეთ თქვენ, ცხრიანი პენტაკლები, რვიანი თასები, ესე იგი, ვირხოვნაია ჟრიცა და უყურეთ როგორ ამოდის აქაც 6-იანი კვერთხები. ესე იგი, ყველანაირად ცდილობენ, რომ დაგამარცხონ, იცით რატო? ეტყობა ერთი პერიოდი რაღაცა მოგკიდეს ხელი და იყო უკასულები თქვენს ცხოვრებაში, თქვენს ოჯახში. მაგრამ რა არის, იცით? უყურეთ მიდიან, აკეთებენ, ეხლა რაღაცა ცოტა აერიათ, შეიძლება ვინც ჩემ რიტუალებით იწმინდებით, რა თქმა უნდა,
აკეტებიან, მე აქ ახლა ჯერ ბუმერანგზე არ მაქვს საუბარი, მაგრამ უყურეთ როგორ არის ფრთხილად იყავით, გააქტიურდებიან. აი ამის თქმა უნდა გველუკას აუცილებლად კი თვარეების მანიაკები, აი ვინც არიან თვარეების მანიაკები, სხვათა შორის ფულს იხდიან, მაგრამ ისეთი შედეგი აღარ აქვთ, რაც ადრე ქონდათ თქვენზე, მიხვდით ხო? გასაგებია. კარგით აბა, ნახოთ ახლა თქვენი სიტუაცია ახლა მომავალში ჩემო კარგებო. მე ამის თქმას საერთოდ არ ვაპირებდი ჩემით, მაგრამ ნინიას ვინ ეკითხება, ხო? აქ მე ვარო სამყარომ და მე ვარო ანგელოზებმა, ხო? მოდით ახლა ნახოთ, დავიწყოთ აბა კიდე რა ხდება, რა სიტუაციაა. თქვენი სიტუაცია, მოდით ოჯახის სფეროში, ნახოთ აბა როგორ წარიმართება. ნახოთ. ჩემო გოგოებო, ბიჭებო. უყურეთ რა არის, ვინც დაკარგეთ ეს კრადნიკები ხო გქონდათ, ხო? უყურეთ, შემოგემატებათ, თვითონ ესე იგი ეს ეშმაკი ამოვიდა, ძიავალ ბრძენი ამოვიდა და სად? ესე იგი რვიან პენტაკლებთან, უყურეთ თქვენ რასაც მუშაობთ, ამას არა აქვს მნიშვნელობა, კი, აგერ და სიყვარულთან ურთიერთობაში. ესე იგი რაც მუქპარეს წეღანდელი მეორდება, სამი ერთნაირი ამოვიდა, ისევ განმეორდა, ეს დაემატა, ესე იგი, ძიავალ თვითონ ეშმაკი როგორ იცით, ეშმაკი შავი ძალებით მე ხომ აქ რიტუალები არ შეგეშინდეთ და შავი ძალები ამბობენ რომ კარგად მუშაობს ნინიას რიტუალებიო ორივე თეთრ და შავ ძალებთან ერთადო ნახეთ ანგელოზებიც გენოცვალე ურთიერთობები აქაც ანგელოზები თქვენ შვილებს იფარავენ აქ თუ გაგიფუჭე შვილები აქ ნახეთ როგორ ესე იგი ფრთები გამოასხეს თქვენი წინაპარი ამოდის აქ ჩემო კარგებო წინაპრებიც კი ადგნენ და მადლობას გიხდიან თქვენი წინაპრები რომ ესე იგი აი ასე დაიწყეთ ცხოვრების გამოსწორება აქ ხო თქვენი წინაპრებიც წინაპრული ხაზებიც გინდა არ გინდა ნეგატივს რო იხსნი იწმინდებიან ეს გადმობრუნდა მარტო დავტოვებ იწმინდებიან კი აი ზუსტად რას ვლაპარაკობდით წყევლები მეთქი ესე იგი დიავალთან ეხლა ორიანი ხმლები რა არის ხო სრული გაურკვევლობა манипуляция ვინც манипуляტორობს თქვენზე თქვენს მენტალზე ესე იგი ხმლებს გირჭობთ ყველგან არ გამოვრიცხავ რო კუკლაზეც მუშაობდნენ ან თქვენს ფოტოზე უფრო ფოტოზე ხა ორიანი ხმლები უფრო ფოტოს აღნიშნავს ძიავალთან აბა კიდევ ნახოთ ხუთიანი თასები ნუ რა ვთქვი სიბრძნესთან ნახეთ გრძელითმებით დაჯექით პლაშით ნუ თქვენს გონებას თქვენს სიბრძნეს ძალას უყურეთ თქვენს განვითარებას კი ჩემო კარგებო უყურეთ რა მაღალი არქანები თამაშობს დღეს მეტად თქვენი ანგელოზი გააქტიურდა უყურეთ ადრე თუ არ ესმოდა თქვენი ხა გააქტიურდა და ესე იგი ამოვიდა ჯუსტიცენ ესე იგი სასამართლო ვისაც სასამართლო პროცესები გაქვთ ეს და манипуляторობდნენ და თქვენზე ესე იგი შეიძლება თანხებს გახდევინებენ და შეიძლება ესე იგი რა ქვია ტყუილად ესეც პორჩაა ხო ფული საიდან უნდა წავიდეს კრადნიკები ხო გადაიხდი გადაუხდი იქ ადვოკატს იქ ექიმს გადაუხდი ხმლებით რო ამოდის აქაც ესე ვიტყვი ხო მაგრამ არ გამოდის სად მიდის ჰაერში მიდის ეს ფული ხო ნახეთ რა ეს ყველაფერი ჩემო კარგებო აი ნახეთ რა ძიავალ და სამართალი დაჯდა და სიბრძნე სიყვარული ფული ფინანსები ანგელოზი ესე იგი გიმღრევდნენ წყალს გიმღრევდნენ არიცოთ ერთ მიწაში გქონდათ ფეხი გაქვთ მეორე წყალში აი სად წახვიდეთ როგორ წახვიდეთ არიცით მაგრამ უკვე შეიძლება
ესე იგი, რაც შეიძლება კი არა ასეა, უკვე რიტუალებმა და ისედაც თქვენს ცხოვრებაში ესე იგი, ესეთი სიტუაცია შემოვიდა, რომ ვინც ხმლით მოვიდა, ხმლით იჭრება, რა თქმა უნდა, გებრძვიან, მაგრამ უკვე შავი ძალები დადგნენ სამართალზე, ანგელოზებთან და წინაპრებთან ერთად. ეს დიდი გამოხმაურებაა წინაპრებისგან, იმიტომ რომ ადგენენ, ნახეთ, წინაპრები, რომ ესე იგი, თქვენ გეხმარებიან. მადლობას გიხდიან რაში, ეს მეუნებიან, რომ ვთქვა, რომ ესე იგი, თქვენ ნამდვილად წმენდავთ არა მარტო თქვენს თავს, ხო, თქვენს წარსულსაც და თქვენს წასულებსაც და თქვენს მომავალსაც. ჩემი რიტუალები ესე მუშაობს. მტერს რო იმაშვები იცილებ, მტერს რო ბუმერანგს უშვებ, თქვენ ნეგატივს რო იცილებთ და იწმინდებით, მიხვდით, ხო? ნუ თასების პენტაკლებს აბა თქვენი როგორ განვითარდება ოჯახში. ეს არის ოჯახში, ესე იგი, რამხელა დატაკება აუყურეთ. თქვენს გონებას, თქვენს ძალებს, თქვენს ფინანსებს, აქ მეზობლებიც ამოვიდნენ, მინდა გითხრათ, რატომღაც ესე მეუბნებიან. კი, ყველანაირად სამართლიანად უკვე ისჯებიან და იმიტომ გააქტიურდნენ, არ შეგეშინდეთ, მალე ჩაწყნარდებიან, ისევ ჩაწყნარდებიან, მალე. ნუ ისევ ციხეზე მელაპარაკებიან, გადაწყდება ძალიან მალე სასიკეთოთ, თქვენს სასიკეთოთ, აქ ბიჭიც ზის, ახალგაზრდა გოგო ცხათაშორის, აქ რა არის იცით, ამოდის, ესე იგი, ახალგაზრდა მამაკაციც ზის და ანუ გადაბრალება, ტყუილზე ზის მანიპულაცია, აქ ეშმაკი რო ამოვიდა, მიხვდით, ხო? იმიტომ რომ აქ ფული სიბრძნე რა, ესე იგი მოატყო ეს ეშმაკი და ეშმაკს რომ მოატყო, გამარჯობა, რას გიზავს, ხო წარმოგიდგენია რა. გასაგებია, ნუ აგერ ვიანიხლები, თვითიზოლაციაში ვინც იყავით, ავამტყოფობდით, ან ეხლა ხართ მაგ სიტუაციაში, ოჯახია ეს, ხო? შეიძლება ეს ქალი გამოგიყვანთ ამ სიტუაციიდან, თვითონ თქვენ ხართ, ან თქვენ თვითონ ხართ ეს ქალბატონი, რომელიც გამოიყვანთ თქვენს ოჯახის წევრებს, მიხვდით, სისხლით ნათესავებსაც, ვინც ესე იგი, ხო არის რომ ოჯახში თქვენთან ერთად ცხოვრობენ, ხო? იგივე თქვენი ოჯახის წევრია. ვისაც ეს სიტუაცია გაქვთ. ნუ რა არის კიდე აგერ სურაინდები, პატარები, ხო? იცით რა არის? ვინც ესე იგი თქვენ შორის ხლები ჩადო, მანიპულატორობდა, ურთიერთობა სიყვარული გაწყვიტა, ანგელოზებს ესე იგი, ანუ ბალანსი დაგირღვიათ, ცხოვრების, ურთიერთობის ბალანსი იყო წყევლები და რატო ფინანსების გამო ძირითადად, ხო? ეს შეიძლება შვილიშვილია, ეს ბებია ხართ, ეს თემა გათამაშეთ, ეს მიხვდით, ხო? ან შვილი, დედა და ასეთი თემა, მაგრამ უფრო გოგოს მიჩვენებს, შემიძლია ბიჭიც ვთქვა, მაგრამ უფრო გოგოს ენერგია მომდის მე აქ ახლა და როგორ არის იცით, აი ძალიან მალე თქვენ თვითონ გაგიკვირდებათ, აგერ გეუბნებათ, გლობუსი უჭირავს ხელში, გამოდის კონტაქტზე და არა მარტო შვილება შვილიც. კარგით. კი, ძალიან მალე სიხარული იქნება. კარგით, ეს ოჯახი გავიგეთ, ღმერთო რა საინტერესოდ ისაუბრა, ხედავთ რა საინტერესოდ ისაუბრა. მოდით აი ეს დარჩა და რისი თქმა უნდა ბრძენს, წინაპრებს, ნახეთ, აი მე ღმერთო ჩემო რა, აი როგორ ვარ იცით, ამ რიტუალებზე ხო სულ ვამბობ, რომ არასდროს არ ვიცი, აი მე რო ვიტყვი ესე უნდა დავიწყო, მიდის სხვანაირად, ანუ კარგისკენ, ნუ ისე როგორც მაღალ ძალებს უნდა, უზენაეს ძალებს უნდა, შავ ძალებს თუ შავ ძალებთან ერთადაც მუშაობ ხოლმე, ხო? მე ყველაფერს გაჩვენებთ ხოლმე, ხო? მაგრამ მაღალ შავ ძალებთან და არა ქვესკანელებთან და მათხოვრებთან, მტრები როგორც მუშაობენ. რისი თქმა უნდა, ეს არის ახლა წინაპრები. მოდით კარგად შეხედეთ, ნახეთ. ეს არის თქვენი წინაპარი, ნახეთ, თქვენი წინაპარი. ეს თქვენ ახართ ვითომ თქვენი
თქვენი შვილები ბავშვობაში, თქვენ ბავშვობაში. ნახოთ, რისი თქმა უნდათ, ეხლა ფისუნიები რომ ყავს მე, ეს ძალიან კოცონიანი, ბევრ რიტუალებში მაქვს, ეს ნახავდით კიდეც გაშლებშიც არის. გოგოებო, ბიჭებო, ჩემს მეორე არხზე გადადით, იქაც ვაკეთებ ხოლმე გაშლებს, პატარა ვიდეოებს ვდებ. გადადით, უყურეთ ხოლმე. მარტო ვიცი რომ მე მელოდებით სულ, მაგრამ მადლობთ, მაგრამ ანუ როგორ რა, ეხლა შეიძლება სხვის გაშლებსაც უყურებთ, მაგრამ გიხარიათ ჩემი გამოჩენა, ამაზე მადლობა. მეც მიხარია თქვენთან ერთად ესეთი ჩართვები. გადადით, უყურეთ ხოლმე იქაც, აქაც, მარტო აქ რო ელოდებით, იქაც ამოგიგდებთ. თუ არა ხართ გამოწერილი მეორე არხზე, გამოიწერეთ ჩემი მეორე არხი და კარგი სიტუაციები გექნებათ ხოლმე. ხო, აჰა, ის სანთელი ეტყობა აქაც. უყურეთ, რომ აბა რისი თქმა უნდა, მოდი ესე ვთქვათ, ვაუ, ტუზით ასები, ღმერთო ჩემო და ისევ ეს უყურეთ, ეხლა კვერცხ პაჟი, ანუ რაინდები, პატარა რაინდები რა. რაინდები თამაშობენ, დაბალი ტაროები და ძალიან მაღალი, ესე იგი არქანები, ესე იგი უყურეთ. ეს სიტუაცია, ხო, ვინც მოგპარათ, ხო, ვინც ესე იგი რაშიც მოიკოჭლეთ, ურთიერთობას გეუბნებათ აქ, ხო? აი ისე მალე თითქოს აი ხვალზე უკვე კარზე მოგიკაკუნებთ, აი ეს სიტუაცია და ღმერთო ჩემო, ნახეთ ჩახუტება, სიყვარული და ურთიერთობის აღდგენა, ჩახუტება სიყვარული და ურთიერთობის აღდგენა. ესე იგი, წინაპრები გეუნებიან, რომ ვინც უყურებთ ჩემს 40 დღიან წმენდებს, ესე იგი წინაპრებზე, წინაპრული ხაზის, ხო, რადავოია კანალის გაწმენდას, ნახეთ როგორ ესე იგი გეხმარებიან, ჩვენო არ მივცემთო მტრებს იმის თემასო, რომ ესე იგი აი ეს დაშორება და ფინანსები, ესე იგი ურთიერთობები მიწიერად მოგწყვიტეს, მიხვდით ხო? მოგწყვიტეს, ნუ ამას დაშორება არ ქვია, ამას ქვია მიწიერად მოწყვეტა. რა თქმა უნდა, გზები უკვე გახსნილია და მიდის ბოლომდე, მიდის გახსნები კიდეო. კარგით, მოდით ახლა აბა როგორ განვითარდება სიტუაცია თქვენ საქმიანობაში, ვისაც პატარა საქმე გაქვთ, ზოგი ბიზნეს ეძახით, ხო? აბა ნახოთ აბა თქვენი საქმე, ან თუ გადმოვარდა. მერტო ჩემო დღეს კიდე ესე იგი თასების პაჟი რა, აბა ნახოთ, ესე იგი შეიძლება შვილობილი საქმე გაქვთ ვიღაცას, ხო? ვინმეს, ხო? არ გამოვრიცხავ. ხო, ვინ ჩაგაგდეს 10-იან ხლებში, რომ ეს რა არის, რა გაგიკეთეს ხალხნო? ცხრიან თასებთან. იცით რა არის? თქვენს გონებას ებრძვიან, თქვენს მიღწევებს ებრძვიან, იპარავენ კი არა, აღარ დაგიტოვეს. უყურეთ, ესე იგი თქვენ შვილობილ საქმესთან, აი რო დაიწყეთ. აქ ჩანს რომ ესე იგი კიდე თავიდან დაიწყეთ აქ ფინანსებზე დაგარტყეს, ძალიან დაგარტყეს, ჩაგკეტეს. აქ რა არის, იცით, ვიღაცა ან ახალგაზრდა გოგოა, შეიძლება წყვილია მამაკაცი და ქალბატონი, მაგრამ რა არის, იცით, ის რა ქვია ნუ ორივე რაინდია, მიხვდით ხო? ორივე რაინდია, პაჟები, დაბალი, მოზარდები, ან ახალი საქმე გაქვთ დაწყებული, ახალგაზრდები 30 წლამდე, 35 წლამდე, 32, აი ესე რა, 33. მოგპარეს, ყველაფერი ნახეთ, გიღალატეს, ვიღაცას არ სიამოვნებს, შეიძლება გვერდ გაქვთ რაღაცა გახსნილი და აი არ სიამოვნებთ ამ ახალგაზრდა ქალბატონს, რომელსაც ესე იგი თითქმის იქამდე მიიყვანა საქმე, რომ დაგახურინათ თქვენი საქმე, დაგატოვებინათ, ხელი ჩაიქნიეთ, გქონდათ ტკივილიც, გქონდათ სხეულის ტკივილი, გულის ტკივილი, ყველაფრის ტკივილი. აბა კიდე როგორ განვითარდება, მაგრამ უყურეთ, აქ რა არის, იცით, თქვენ მაინც არ დანებდით, ან მეორე, კი, ან მეორე სიტუაცია გახსენით რაღაცა, აი როგორც მე მტრებს მადლობა უნდა უთხრა რაღაცაზე, ეხლა მე პირდაპირ ეთერში რომ მადლობთ, რომ მაშინ
ჩამიკეტეთ ჩემი პირველი არხი და მეორე არხი გამახსნევინეთ. ამას რა ჯობია? მიხვდით ხო რას ვამბობ, ხო? აი ესე რაღაც ახალი შეიძინეთ, ახალს შეიძენთ. რა თქმა უნდა, აშენდება, ნახეთ, 7-იანი პენტაკლი, მოსავალს მოწყვიტავთ. აქ ორსულობაც არის, ჩემოკარგებო, ვისაც დაბადების დღე გქონდათ, გილოცავთ და გექნებათ აწი, შემოდგომამდე კიდე გილოცავთ, ღმერთმა ჯანმრთელები, ბედნიერები გამყოფოთ, გახარება, გამრავლება, აი ეს ფინანსები. მოკლედ, პირველი ხაზი ხო გაიგეთ არა? ჩაგარტყეს, დაგარტყეს, გიღალატეს, სხვათა შორის, შეიძლება წარსული ოჯახიდანაც მოდის ეს, არ გამოვრიცხავ, თვალთვალია თქვენზე, ბევრი ხალხი გითვალთვალებთ, როგორ მუშაობთ, რამდენი გამომუშავება გაქვთ, მიხვდით ხო? კიდე ჩანხართ თუ არა, ვისაც კამერასთან გაქვთ ურთიერთობა, ვისაც არა, აი სოციუმში არის ხო, Facebook-ები, TikTok-ები, Messenger-ები და Instagram-ები და ასე შემდეგ, ხო? ძალიან კარგი, ესე იგი როგორ არის, იცით, კარგად მიდის უკვე თქვენი სიტუაცია, ძალიან კარგად, მინდა გითხრათ, კი, და ვისაც ჯანმრთელობაზე პრობლემები გქონდათ, ხო? და აი ამანაც შეგიშალათ, 10-იან ხლები ნახე, რომ ჩაგწეს და ცხრიანი თასები, ხო? ვისაც ესე იგი თქვენი ოცნება მოიპარა, თქვენი იდეები, თქვენ კოპირება გააკეთა თქვენზე და თქვენ დაგიხურათ ეს ყველაფერი და თქვენნაირად მოსცადა. მაგრამ წინა გაშლის არ იყოს ახლა აქ რო ამოვიდა მე რო არ ვაპირებდი რომ ეშმაკს რო გადააბიჯებ და მოატყუებ, აბა ეხლა ძიავალი რას გიზავს, ხო? რას ქვია ეშმაკს როგორ მოატყუებ, ხო? აი ეს ვარიანტია რა. გახარება, გზების გახსნა, სიახლეები, თქვენ თვითონ სამყარო მოგცემთ, იცით რა არის, იჯდებით და ფული თვითონ შემოვა. აი ესე რო თქვენ ხა სუმართლა იჯდები არა, მიხვდით ხო რას ვამბობ არა? ფული თვითონ დატრიალდება, გზების გახსნა, საზღვრის გზების გახსნა. ბილეთები, ვიზები, მოგვარება, საბუთების, რაც ჩაფიქრებული გქონდათ და შეიძლება ეს უკვე თქვენი შვილებით თამაშდება, მიხვდით და თქვენი შვილებიც გააფუჭეს მაგით, ხო? გაფუჭება ქვია. კი, აი ნახეთ, უყურებთ როგორ არის მტრებმა რაც დაგინგრიეს, ხო? აი ეს თქვენი სივარსკვლავე, ხო? ეს ხო ჩვენ საქმიანობა და ბიზნესზე ვკითხულობთ ახლა როგორ განვითარდება. რა არის ხო, გული გატკინეს ემოციებზე მუშაობენ კიდე, პირველ მეორე ჩაკრაზე, მენტალზე, თავზე, კუჭნაწლავზე, თითქოს კუჭი ჩაგარტყესო, ეხა ისეთი ისა მაქვს, ზოგს ეგრე არა გაქვთ? კი, გაქვთ. რა არის, იცით, ზოგს ისე გაუკეთეს სპეციალურად და პროგრამა ჩადეს თქვენში, გოგოებო, ბიჭებო, რომ ზედმეტად იქეიფოთ, ზედმეტად დრო გაატაროთ ისეთ ხალხთან, ვისთანაც არ უნდა იჯდეთ საერთოდ. უნდა დაუფიქრდეთ, დაუკვირდეთ, ვისთან ჭამთ, პურს ვისთან ტეხავთ, ვისთან სვავთ, მიხვდით ხო? და ასე შემდეგ. და რა არის, იცით, აქ სუფრიდანაც არის წამოსული შური, თქვენი იდეები მოისმინეს და კოპირება გააკეთეს, მოგყარეს ჩემო კარგებო და გული გატკინეს, დაგტოვეს დანგრეული, ჩამონგრეული არაფრის გარეშე. მიხვდით ხო? მაგრამ რა არის, იცით, თქვენ თავიდან დაიწყებთ. ხო ვითომ მეგონათ რომ გაგადურაკეს, ხო? გაგასულელეს, full. მაგრამ რა არის, იცით, თქვენ არინერიულოთ მაგაზე. აი როგორც მე მეორე არხი რო გავხსენი, ხო? აი ეგ არის რა, ზუსტად ეგ არის, აი ეს დანგრეული ჩემოკარგებო, ეხლა თქვენ აიღებთ ხმალს ხელში, უკვე აღებული გაქვთ და გამოასწორებთ სიტუაციას, გეშინიათ, შური ეხლა მაქვს მე შურზე ბევრი გაწმენდები და უყურეთ. შურზე ეხლა რა არის, იცი, შური ყოველდღიურია, დღეში 24 საათიანია, მინდა გითხრათ კიდეც. ხო, ეხლა აქ რა ხდება? აქ ამოდის 4-იანი პენტაკლი. უყურეთ რა არის თქვენი დანაზოგი, რაც ესე იგი დაგახარჯინეს იქ. ზოგი ახლა იცით როგორ ხართ, შეიძლება საზღვრის გარეთ გადიხართ სამკურნალოდ ოპერაციების დასაგეგმად, ხო? ისა არ იჩქაროთ, აგერ კი ებრძვით ჯანმრთელობას, მაგრამ გამოსწორდება სიტუაცია, შეგახვედრებთ კარგ იმას რა ქვია, ექიმს და ეს ბიზნესზე ხარ, რატო ბიზნეს
სიყვარულზე ვლაპარაკობ, მაგრამ რატო ამალაპარაკეს ჯანმრთელობაზე იცით? შეგიშალეს ხელი, რომ თუნდაც ესე იგი შურით, აი ამ ღალატით, პრედაცელს და აჰა, უყურეთ, რომ ესე იგი გადაგამისამართეს, რომ ესე იგი ვეღარ იმუშაო და ის რა დანაზოგიც გქონდათ, ხო, მარტო ექიმებში დახარჯოთ. და საბოლოოდ აბა საბოლოოდ რა ეხლა ვარსკვლავი და ტუსპინტაკლი, მეტი საბოლოო რაღა გინდათ ხალხო, რო არ ვილაპარაკო, ისედაც გასაგებია, ხო? და აჰა, გენაცვალე, აი ესეც. კარგად წავა საქმე, ძალიან კარგად წავა საქმე, ჩემო კარგებო, ბალანსი აღდგება, რაც დარღვეული გაქვთ, მოდით ჯერ გამოიჯამთელეთ თავი, მალე გისურვებთ აღდგენას და იცით რა არის, მოკლედ იმკურნალეთ, ექიმი, მწერთ ხოლმე გოგოებო ბიჭებო, ნინია, ექიმი და ისა ექიმი აღარ არის საჭირო, ესე იგი ესე, იცით რა არის? უყურეთ როგორ არის, მე ყოველთვის ვამბობ, როცა დადიხარ, ანალიზებს იქეთ იკეთებ, აქეთ იკეთებ, ჯერ ერთ ექიმს არ უნდა დაეყნო, ერთ კლინიკას არ უნდა დაეყნო, ხო? წადი სხვაგანაც ნახე, გადაამოწმე, შეადარე და მერე გაიკეთე ის ოპერაცია თუ წამალი დალიევი რო გამოგიწერს, მიხვდით? მე ვამბობ, მაგია ექიმთან ერთად, მიხვდით ხო რას გეუბნებით? და თუ ეხლა იქ ექიმები ვეღარ შვებიან, დაჯექით რიტუალებზე, ამოყევით ჩემს რიტუალებს, მხოლოდ და მხოლოდ გავმეორდები კიდე, კაიხანი არ მithქვია, რომ ჩემი რიტუალები გადამოწერით არ შეიძლება, ჩამოტვირთვით არ შეიძლება, მხოლოდ და მხოლოდ ჩემ არხზე უნდა შეხვიდეთ ყოველთვის, როცა დააპირებთ შესვლას და ჩემი არხიდან უნდა უყუროთ, ისე არ რეზონირდება. შავები და დილეტანტები ვერ გაიწმინდებით, დაბლოკილია და უკან მოგიბრუნდებათ და ახლებო თქვენ არიცით ვიტყვი, ის ადამიანი თუ შეცდი და ბუმერანგი გაუშვი, ეს თემას ეხება, ეხა ეს კატუნები მალაპარაკებენ და გონია რომ ის არის, ის არ დაიჯება ტყუილა, გეშინია, მე ესე მაქვს ჩემი რიტუალები დაპროგრამებული, ანუ მტერმა რო ჩართოს ჩემივე რიტუალი და შენ გამოგიგზავნოს, ხო, ჩემს კეთილსინდისიერ გამომწერს, ის შენამდე არ მოვა, მიხვდით ხო? აისხლეტავს და ბუმერანგიც კი არა, ატკატი იქნება, ანუ ეგრევე აისხლეტავს, ასე რომ არ ინერვიულოთ მაგაზე, სამყარო თვითონ მოძებნის, ვინ უნდა დაისაჯოს და ვინ არა. როცა დარწმუნებული არ ხართ, რომ მტერის სახელი იცით, დაასახელეთ ხოლმე ჩემი მტერი, მორჩა. ვინც მე ჯადოს მიკეთებს, ვისაც ჩემი შურს, აი ეს. Так, ოჯახი, ბიზნესი ვნახეთ, მოდი ახლა სიყვარული ვნახოთ რა, სიყვარული ვნახოთ, ცოტა კარგად მინდა ავტუსო, რა საინტერესოდ წარიმართა ნახეთ, გადმოვარდა გოგოებო, უნდა დავდო, გოგოებო, ბიჭებო. ნახეთ, აი სიყვარული, მოკლედ 7-იანი ხმლები, დღეს სულ პატარა, ესე იგი მოზარდები და ახალგაზრდები მაიმუნობენ. ესე იგი მე რა ვთქვი, სიყვარულში შეიძლება გოგოებო, თქვენს შვილებს, ან პატარა გოგოები ახლა ვინც მიყურებთ, ხო, მოზარდები და ასე შემდეგ, ხო, 15 წლიდან ზემოთ, მოკლედ რა არის, იცით, დაანებეთ აი ამ უაზრო ეს ეხა თქვენ მე არ გელაპარაკებით, სამყარო გელაპარაკებათ, აი მაგიის მერე ამოვარდა, რა არის ხა მთვარე რა არის, ხო? მთვარე რა არის, თანაესტარო. და 7-იანი ხმლები და ხმლების პაჟი, ხო? რაინდი. იცით რა არის? დაანებეთ აქეთ-იქეთ არხებზე ხტუნაობას და იმის ძებნას ვინ გააფუჭოთ. მიხვდით, იმიტომ რომ თქვენ თვითონ ფუჭდებით. ნახეთ როგორ გიბრუნდება 7-იანი ხმლები. ეგრევე გიპუსტავდებათ და გიცრულდებათ ყველაფერი. და მეორენაირადაც გეტყვით, რომ ახალგაზრდა გოგოებო, ვინც კეთილსინდისიერები ხართ და სიყვარულში ასე დაზარალდით, ხო? არ ინერვიულოთ, მთვარე რა არის, ხო? ნაყოფი მოგპარეს, ხო? თქვენი პარტნიორი წაიყვანეს, ხო? ნახეთ, კი, წაიყვანეს, ნამდვილად წაიყვანეს, მარტო დაგტოვეს, ვისაც ეს სიტუაცია გაქვთ, ხო? გამოისწორეთ ეს სიტუაცია, არ ინერვიულოთ. აბა ვნახოთ თქვენი სიტუაცია როგორ განვითარდება სიყვარულში.
კი, აი ეს მარტოობა, ეს ურთიერთობის ჩამონგრევა, რაც მოგპარეს, ხო? ესე იგი, გოგონებო, ბიჭებო, უკან და ბრძოლაში გადაგიყვანათ. აქ იყო, როგორ იცით, მაგიიდან გამოწვეული, ან თქვენ გოგოებო, აი ეს უნდა გაიგოთ, შეიძლება ცოტა არ იყოს კი არა და შავი მაგიით გაქვთ, აი კი, შავი მაგიით გაქვთ მოწვეული ეს ვიღაც პატარა ბიჭებით შეიძლება და ცოტა არ იყოს დაისაჯეთ. ვისაც ეს გეკუთვნით, კარგად მიხვდებით. ვიღაცამ დაგარიგათ, გეგონათ რომ ეს რაღაცა სიბრძნეს გეტყოდათ, მაგრამ თვითონაც შავია. კაცია თუ ქალია რა მნიშვნელობა აქვს? ნუ ეხლა ვერხოვნაია ჟრიცასთან ერთად, აგერ მაღალი არქანები სულ ნახეთ თამაშობენ დღეს ღმერთო ჩემო მადლობა სამყაროს. ესე იგი, ეს ჩამონგრეული სიტუაცია, ვისაც ესა გაქვთ და თქვენიდან გამომდინარე მოხდა, თქვენ თვითონვე მოგიბრუნდათ ბუმერანგი და სხვას ნუ აბრალებთ და ვისაც ესე იგი ჩამოგინგრიეს სიტუაცია, გოგოებო ბიჭებო, ხო? და აი აქ ჩემო კარგებო იგივე ის არის ეს თასების დედოფალია სხვათა შორის გებრძვით ეს თასების დედოფალი და ახ ნახეთ წყვილი დაჯდა მეტოქე ყავთ ნახეთ ხმაზე როგორ ემას მიშვრებიან რო არ ვისაუბრო აქ საპერნიცა დამიჯდა გენაცვალეთ მაქვს მე მოვიშოროთ საპერნიცა მეტოქე და ჩართეთ უყურეთ სიყვარულზე სასწრაფოდ გაიწმინდეთ 2 თუ 3 რიტუალი მაქვს უძლიერესი სიტუაცია ესა ურთიერთობის გაწმენდა და გაიწმინდეთ აუცილებლად გოგოებო ბიჭებო გაიწმინდეთ ნუ რა ურთიერთობა მოგპარათ აგერ ნახეთ აგერ აი მოგპარათ კრადნიკებით ეს რაზე ჯანმრთელი ურთიერთობა რო არ გქონდეთ რო არ გაგიმართლოთ რომ ესე იგი თქვენს ესე იგი როგორ იცით ნუ გებრძვიან რა გებრძვიან აქ არის აუარებელი შური აუარებელი ღვარძლი აუარებელი ნუ კრადნიკებზე მიდის ოპა მოკლედ გეუბნებათ სამყარო, კი ვარსკვლავი, მსოფლიო, ტუზების თასი უყურეთ რა, კვერთხების რაინდი, ეს უკვე მეფე დაგვიჯდა უკაცრავადო მითხრეს თვითონ ამ ვაჟბატონმა ადამიანი გამოგიყვანთ სიტუაციიდან ან გამოხვალთ სიტუაციიდან ადამიანიდან მიხვდით ხო გადაათამაშეთ ბიჭებო თქვენს თავზე ესე იგი აქ თუ ბიჭია თქვენთან ქალბატონი იქნება როგორ არის იცით ძალიან სწრაფად ბახ და გადატრიალდა იქ თქოს კნოპკას რო დააჭირო და სიტუაცია შეიცვალა ხო ნახეთ მამაკაცი საჩუქარი იგივე ხო? ნახეთ რა ტუზთასები. ვარსკვლავი ეს უნდა განახოთ, კი მანდედან ხედავთ, მაგრამ რო კარგად რეზონირდეს და ეს მსოფლიო უყურეთ. დიდხნიანი ურთიერთობა გექნებათ. ნელა-ნელა შევა ურთიერთობა გამოსწორდება, ნელა-ნელა და გექნებათ დიდხნიანი ურთიერთობა. აქ ჯადოები, მადოები, ოხრობა დაფიქსირდა, ნახეთ და გამოისწორეთ, გაიწმინდეთ სასწრაფოდ. თქვენ რო გონიათ, რომ კარგი სიტუაცია გაქვთ, ხო ხედავთ, გებრძვიან, სასწრაფოდ გაიწმინდეთ ეს ნეგატივი გამოიწმინდეთ. თქვენი სისხლძარღვებიდან სასწრაფოდ ჩართეთ რიტუალები უყურეთ. ნახეთ როგორი სიტუაციებია. ადამიანს მე რომ აქ გამოწევა ხო, ან სასიყვარულო, ან გაწმენდა ეს მერე რო გონიათ რომ აი კარგად არის სიტუაცია, მაშინაც კი ნუ იყვირებ შენს პარტნიორს ნუ ეტყვი ხო, გოგო ხარ თუ ბიჭი ხარ, ჩემ გამომწერს გეუბნებით რომ თუ ისევ წყნარად თქვენთვის დაჯექით და გააგრძელეთ, მერე რა რომ მოვიდა, მერე რა რომ დაგირეკა, მე დარწმუნებული ვარ ჩემ ძალებში და უფლის ძალებში რომ ეს ესე იქნება, იმიტომ გიკეთებთ ხოლმე მე რიტუალებს, რომ ეს ესე არის და დაგეხმარებათ და აი უყურეთ რა რას ვამბობ და რა გადმოტრიალდა მაგია გეუბნებით მე თქვენ მუშაობენ აჰა კიდე აბა ნახეთ
მუშაობენ რომ მარტო დარჩეთ რამდენი წლის ბრძანდებით რა მნიშვნელობა აქვს 70-მდე 70-ს გადაცილებული ურთიერთობა მე არ ვაქცევ ყურადღებას მაგას სიყვარული როდის გეწევა და პარტნიორი რამხელა იქნება მაგას მნიშვნელობა არ აქვს თავარია ერთმანეთს გაუგოთ მიხვდით ხო რაღაცას დაბადების დღე გაქვთ გილოცავთ მოკლედ აი ესეთი სიტუაცია იყო კატონებთან ეხლა არის ეს მე იშვიათად გამომყავს სიტუაცია ქვია და არის რადიკალურად განსხვავებული მოდით ვნახოთ ოხ ვინ მიფრინავს დასასვენებლად ნახეთ ვინ მიფრინავს დასასვენებლად ატუსულია კარგად მაგრამ მაინც ავტოსავ არ ვიცი რამდენი წუთი გავიდა, მაგრამ აი ესე უნდა რომ გაგრძელდეს. ხო, აი მე ჩვენი გველუკა როგორ მიყურებს, ძალიან ლამაზად ეს ბროწეულიც ძალიან საყვარლობაა და აი ამით ჩაგიტარებთ მე რიტუალებს, ესეთი საყვარლობა, ისეთი კარგი სურნელი აქვს, ნახეთ. ლამაზად. ახალი რიტუალი მინდა ჩაგიწეროთ. ნუ ძველიც ხო მუშაობს, ძველი და ახალი მაგიაში არ არსებობს. რომ მეკითხებით ხოლმე საყვარლებო, რას ქვია ძველი მუშაობს და ახალი უფრო მუშაობს? ძველი უფრო მუშაობს. წარმოიდგინეთ, იმიტომ რომ იმას უფრო მეტი ნახვა და იმას უფრო მეტი დატვირთვა აქვს. 5 წლის მერეც რო ჩართოთ. ნახოთ ახლა თქვენი სიტუაცია, მეგობრებო, ოჯახში. ნახოთ. Today დღეს ნახეთ რა. დღეს ხუთშაბათია, ხო? ეს დარჩა, ვიჩ. ესე იგი უყურეთ, დაისვენეთ დღეს, გაიწმინდეთ. რას საუბრობდი, ხო? სალონში წადით, საღამოს ერთი ჭიქა ჩაი დალიეთ. მიხვდით ხო? წადით სალონში მოიწესრიგეთ თქვენი სიტუაცია, ახალი გარდერობი, განაახლეთ გარდერობი. აქ პირველი პირველი ხაზი ამოვიდა მედიტაცია, მეგობრებო. აუცილებლად ბუნება, ზღვა, ნუ ესეც წყალია, ეხა ღვინის ჭიქა კი გვაქვს, მაგრამ წყალია ხო? აუცილებლად უნდა გაიწმინდოთ. ანუ წემა რას ვამბობდი მე აი ამ ტაროზე, ხო? აუცილებლად უნდა დაიწყოთ წმენდები. გარდაუვალია ოჯახში უყურეთ, ნაკურთხი წყალით საჭმელი მოამზადეთ, მედიტაცია, წმენდები, მარილიანი წყლით მოწმინდეთ იატაკი, მიხვდით ხო? აი ესეთი თემა გააკეთეთ, გასწავლით რაღაცებს, ხო? გაწმენდა კიდე უყურეთ, როგორ არის აქ ყვავილები მორწყეთ, მიწაზე იმუშავეთ, ვისაც მიწა გაქვთ და კერძო სახლი გაქვთ ან სოფლად ხართ ხო ხდებით არა ახალი ყვავილი შემოიტანე ბედნიერება აი ძალიან კარგი მომენტები შემოგდით დღეიდან თქვენს ცხოვრებაში და სთხოვეთ არა აქვს მნიშვნელობა რა ჯულის ხართ მეკითხებიან ხოლმე ნინია რიტუალებზე ეს არა ღმერთი ერთია ხალხო ნუ გამაგიჟეთ მამა ღმერთი ერთი ყავს რა მნიშვნელობა აქვს იმას ალახი ერქმევა თუ იესო ხო ღმერთი ერთია აი ეს არ დაივიწყოთ ხოლმე არ დაივიწყოთ გადასარევი რელაქსაცია გჭირდება მიიღეთ ვანაავსეთ აბაზანა ჩაწექით ყვავილები ჩაყარეთ გვირილები მარილი ის რამე სამკურნალო მარილი და ასე შემდეგ გადასარევი ოჯახში მეტი რა გვინდა დღეს ხო და ვინც წმენდები გააკეთეთ და დღეს ესე იგი ჩემს გამოსვლამდე ეთერში ამ სანამ ჩაგიწერდით ამას უკვე ეს რაღაცები გააკეთეთ ესე იგი 100%-იანი მოხდა უკვე გაწმენდა საჭმელი წყალი მიხვდით ხო აი ყველაფერი ხა ნინია დაუმატებს დაგიმატეთ და ნახეთ რა საოცრება მოდით ახლა
ჯერ სიყვარული ვნახოთ და მერე ვნახოთ თქვენი საქმიანობა, ხო? აბა სიტუაცია. იცით რა არის? აქ ორსულობა მომივიდა მე, კი? მოულოდნელი ორსულობა, ეტყობა ვინც იწმინდათ ჩემს რიტუალზე შედიხართ, აქ ორსულობა დამიფიქსირდა. კი, ორსულობა. ანუ სიყვარულში შემატება, უყურეთ? ორსულობა, შემატება, ბავშვი ჩნდება, მეგობრებო და შეიძლება შვილი შეგემატოთ, ძალიან კარგი, აი, კარგი ემოციებით იქნებით დატვირთული და შეხვედრა იქნება და ანუ კი არ შეხვდებით, გაიქცევით ერთმანეთთან დღეიდან, მიხვდით ხო? ნახეთ რა სიტუაცია, სულ წყალი და სულის ვის ზღვაზე ხართ, იქ შეიძლება იქაც დაორსულდეთ, ჰაერი რო გამოიცვალეთ წყალი, თა, მიხვდით ხო? აი ნახეთ რა. ესე იგი ცეცხლი დუხს სიყვარული, ესე იგი აქ იყო, ანუ როგორ არის იცით, ცოტა აქ ეშმაკი დაჯდა, მაგრამ წყალთან, ესე იგი ბავშვთან, აქ როგორ არის იცით, ღმერთო ჩემო, ნახეთ დღეს შავი ძალები როგორ ლაპარაკობს. ესე იგი რიტუალებით რა გამოწევაც მოხდა სასიყვარულო დაორსულება. ნახეთ, ესე იგი დაცვაზე თვითონ ჩვენ მეც და თქვენც ჩემო გამომწერებო, მხოლოდ და მხოლოდ კეთილსინდისიერო გამომწერებო და ვისაც ჩემთვის სიკეთე გსურთ, როგორც მე თქვენთვის მხოლოდ და მხოლოდ ისეთ გამომწერებს გესაუბრებით. ესე იგი, ეს რა არის, იცით, რაც გაჩერებული იყო ეშმაკით, ეხლა ეშმაკი გვიცავს, ხალხო, მაღალი, მაგათაც ხო ყავთ, როგორც ჩვენ მამასა და ძესა და წმინდა სული, ხო? ისე ყავთ მაგათ ზემოთ იერარქიაში მაღალი ძალები, ღმერთო ჩემო, სიყვარულში უყურეთ, ბლოკი მოხსენით, ვისაც ესე იგი ზოგი ურთიერთობა დამთავრდება, ესე იგი რა ურთიერთობა დამთავრდება, იცით, ესე იგი ეშმაკის გამომდინარე პრივაროტები რო იყო, ხო? ორსულობა, თქვენი გვარის გაგრძელება და ასე შემდეგ, რაც ჩაკეტილი იყო და უკვე ვეტო ედოს, რას ნიშნავს? სამუდამო. ხო, ის გაიხსნება ხალხნო, ნახეთ, თან ბოკალის ქვემოთ დაჯდა, წყლის ჭიქის ქვემოთ, ეს იგივე ტუსთასებია, მიხვდით ხო? დაიწყო უკვე, გაიხსნა ორსულობა, ნახეთ, რამხელა ის არის, რა ქვია, ემოციით ავსება, თან დღეს აწერია ყვავილები, გაახალგაზრდავება ურთიერთობის, მიხვდით ხო? აი, ძალიან დიდი ემოციების დატვირთვა ამოვიდა რა. აი აქ ისევ გრძნობ რო ძალიან რაც ჩაკეტილი იყო თქვენ გეკუთვნოდათ ის იხსნება ხო თქვი არა გაქცეულები იყავით მარტო იყავით მიტოვებულები იყავით არავის კიდე ბლოკზე ნახეთ თუ დაბლოკილი იყავთ და ძალიან გინდათ მასთან ურთიერთობა ოღონდ მომისმინეთ თუ არ მანიპულირებს თქვენით თუ ფულს არ გართმევთ თუ არ ისესხად და გაიქცა და ესეთი არ მოიბრუნოთ მაგრამ თუ ჯადოებით ყავთ ვინმე შემთხვევით ვინმეს თქვენი ურთიერთობა აქვს დაბლოკილი მოხსენით ბლოკის ცადეთ თავი კი აი ჩქარობს last ოხო წადით რამე ახალი შეიძინეთ აი და ეს ფარადე ცოტა ეს ის არის რა ქვია სხვანაირი ტაროა ნამდვილად თვალები აგეხილებათ იცით რა არის გადაამოწმეთ ინფორმაცია იმიტომ რომ შეიძლება რაღაცაზე გიხუჭავენ თვალებს მეგობრებო სიყვარულთან დამოკიდებულებაში კი აი ხელი ხელს ნახეთ როგორი ჩაკიდებულები მიდიხართ როგორც ესე იგი რაზე იცი თქვენი წყვილი რო ესე იგი მაგნიტივით რო იზიდავთ მიხვდით და ძალიან ლამაზი და ძალიან კარგი წყვილი ხართ, მაგრამ რა არის, იცით, უნდა გაახილოთ თვალები, რაზეც ესე იგი კი, აი ნამდვილად. აჰა, როგორ ჩქარობს, ნახეთ თვითონ ამ მენტალზე, რა ვთქვი, თვალებს გიკეტავენ, მენტალზე მუშაობენ, თქვენი მამაკაცის მენტალზე, ბიჭებო, თქვენ მენტალზე მუშაობენ.
ლოკდაუნში ჩაგაგდონ რა, რომ საბოლოოდ გაგაჩერონ, ესე გადაგიღობონ ყველაფერი, რომ ვერ დაინახოთ ვერაფერი, მიხვდით ხო? მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება, არ ინერვიულოთ. მადლობა სიტუაციის კარდს, სიტუაცია. აბა ვნახოთ ახლა სამსახური, თქვენი ბიზნესი, ბიზნეს ვინც ეძახით, საქმიანობა, ქართულად. ნახოთ აბა სიტუაცია, თვითონ სიტუაციის ტარო, ეს იგივე ორაკულია, ორაკული ტარო, რას გვეტყვის? რა გადმოვა? აი თქვენ წინ, ოპა, რას გვეტყვი? რითი უნდა დაიწყო? გამარჯვება, გენაცვალე, რაღაცაზე იცით რა არის, კომპრომისზე უნდა წახვიდეთ დათმობაზე, თქვენ თვითონ იცით თქვენი სიტუაცია და გაიმარჯვებთ და აღნიშნა და უკვე აღნიშნა იქნება. ან თქვენთან წამოვლენ კომპრომისზე და თქვენ გაიმარჯვებთ. ყველა შემთხვევაში გამარჯვება გაქვთ. უკვე გამარჯვება. აბა კიდე თქვენი საქმიანობა. იცით რა, შეიძლება პარტნიორებიც ხართ, არ გამოვრიცხავთ, პარტნიორები ნახეთ, პარტნიორები. ნახეთ? ერთად მუშაობთ, კი, and judgment, ერთად მუშაობთ და შეიძლება ჩუმი ფარული ურთიერთობა გაქვთ, მაგრამ კი, ჩუმი ფარული ურთიერთობა გაქვთ, ერთად მუშაობთ, ან კიდე უყურეთ მეორე ვარიანტს გეტყვით, ძალიან დიდი მიზიდულება, როგორც პარტნიორ, ესე იგი ბიზნესი არის რა, აქ დამიფიქსირდა პირველი ხაზი, წყვილებში ხართ, შეიძლება ოჯახიც არის, შეიძლება შეყვარებულები ხართ, შეიძლება თანამშრომლები ხართ და ფარული ურთიერთობა გაქვთ, ხო? აქ რა არის, იცით, უყურეთ, დაუფიქრდით გოგოების გასაგებად, ქალბატონების, ვიღაცა გიყენებთ. არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ გიყენებთ. რომ თქვენ წახვიდეთ რაღაცა კომპრომისზე, დათმობაზე, არ გააკეთოთ ეს, ვისაც მხოლოდ აი მისმინეთ, ვისაც ეს სიტუაცია გაქვთ. ეს არის პრიმანკა, გამოჭერა, მიხვდით, რომ თქვენი მანიპულაციით გაიმარჯვოს. აბა ამას ვისაც ეს სიტუაცია გაქვთ, დაუფიქრდით. და ვისაც არა და წეღან რაც ავხსენი, ფარული ურთიერთობა, გამარჯვება, სიტუაციის წინ წასვლა გაქვთ. კი, აი წინ წასვლა გაქვთ სიტუაციის და აუცილებლად რა არის ეს, გაფრენა რა არის და ბენზინ ჩაასხავთ. კი, ნამდვილად ეს რა არის, იცით, შეიძლება დასასვენებლად წახვიდეთ, უყურეთ როგორ არის აქამდე რომ ესე იგი ხელები, ფეხები გქონდათ დაკეტილი და ბოლო ტაროსაც გაჩვენებთ, აი თქვენ წინ ვიღებ, უყურეთ და კიბეებმა მითხრა მეც გამომწეო, აი თქვენს წინ წევ. უყურეთ რა არის ახლა აქ წინ წასვლა იქნება, აუცილებლად გაიმარჯვებთ, ხო? სატანის მოციქულებმა როგორ უნდა გვაჯობოს, ეს წადით დაათვალიერეთ, ან შეიძლება ვინმე არქეოლოგიაში მუშაობთ, ხო? აი ესეთ რაღაცეებში, ხო? ისტორიული თემები. მოკლედ ჩემოკარგებო, ყველანაირად მანქანას იყიდით, ბენზინის ფული გექნებათ და თქვენს სადგურზე გაჩერდებით, საიდანაც ჩამოგიყვანეს, მიხვდით? მოკლედ, აი ძალიან მიყვარხართ, მე ყოველთვის მიხარია რომ ესეთი, იცით რამდენი უყურებს ჩემს რიტუალებს და ჩემს თემებს, გაშლებს, ვინც ესე იგი ჩემი გამომწერი არ არის და რატონეტა, გამოიწერეთ ხალხო, რისი გეშინიათ, არ გამოჩნდებით და მადლობას რო წერთ, ერთი გული მაინც დატოვეთ, რომ მეც გულით გიპასუხოთ ხოლმე. და ცოტა ისეთი მადლობაა ხოლმე მე ვგრძნობ რიტუალების ქვეშ, ბევრი წერს ესე რომ ბევრი არა ცოტა, მაგრამ მადლობა რა, კარგი მადლობა მაღაზიაში რომ შედიხარ, იქ უნდა თქვა ხო, ეს არის ძალები, ეს არის ენერგეტიკების უმაგრესი და ძალიან დიდი ენერგეტიკების შავი და თეთრი ძალების გაცვლები და შენი მადლობა მარტო არავის არ უნდა
გული დაწერეთ, მაგრამ მე იმ გულსაც ვგრძნობ როგორც ერთ, მე არ მიწერთ ანგელოზებს და სამყაროს უწერთ და როგორც ცარიელ მადლობას დაწერ, ხო? აი ესე მოგიბრუნდება ის არ იმუშავებს შენზე მიხდი, ხო? ამას ხო. იცის ვიზეც ვამბობ. მოკლედ, ყველა მიყვარხართ, გეფერებით, გეხუტუნებით. აი ესეც თქვენთვის, ამით გიშვებთ უკვე დაცვები მაქვს. მე აბა ისე კი არ გამოვდივარ ხოლმე. და მომავალ შეხვედრამდე არ ინერვიულოთ, ყველაფერი კარგად გვექნება.